ზამთარში დასვენების ხსენებისას რა გახსენდებათ ყველაზე ხშირად? ალბათ ზამთრის კურორტები, თოვლი, მთა, სრიალი, შესაძლოა თბილ ქვეყნებში მოგზაურობაც. საინტერესო არის თუ არა ზამთარში პოპულარული და მოთხოვნადი დაცული ტერიტორიები. ზოგადად, რომლის მიმართ არის ყველაზე დიდი მოთხოვნა და რა გეგმებია ამ მიმართულებით? ვინ სტუმრობს ყველაზე ხშირად დაცულ ტერიტორიებს? ამ თემებზე და არა მხოლოდ ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ხახიშვილი. დილამშვიდობის თამარ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. საინტერესო ამბებით მოდიხართ ხოლმე სულ ჩვენთან და ეხლა ზუსტად მასეთ ამბებს ველოდებით. ზამთარი ვახსენე მე და საინტერესოა, ეხლა რომ მაყურებელი გვიყურებს და უცებ მართლა მოუნდეს გასეირნება რომელიმე დაცულ ტერიტორიაზე. რომელი არის ყველაზე მოთხოვნადი და შესაფერისი ამ სეზონისთვის? რას ურჩევდით? ნამდვილად, როდესაც ვსაუბრობთ ზამთრის სეზონზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ისეთი პოპულარული ადგილების წინ წამოწევა და საზოგადოებისათვის ჩვენება, სადაც ზამთარში მოგზაურობა უფრო აქტუალურია. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აღვნიშნავთ ხოლმე ბორჯომხარაგაულის ეროვნულ პარკს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ეროვნული პარკი, რომელიც პოპულარულია ამ კუთხით ულამაზესი ბილიკებით, ლანდშაფტებით, უდიდესი გაშლილი სივრცეებით და რაც ყველაზე მთავარია, ლაშქრობის პარალელურად ტყეში ჩაფლული ქოხებით, რომელიც მეგობრებისათვის, ოჯახის წევრებისათვის საინტერესო ლაშქრობის შესაძლებლობებს იძლევა, მათ შორის რამოდენიმე დღიანს და ლაშქრობის პარალელურად, ამ ლანდშაფტების ხილვის პარალელურად მათ აქვთ საშუალება, რომ ძალიან კომფორტულ გარემოში თბილ მყუდრო კოტეჯებში გაათიონ ღამე. რა თქმა უნდა, ეს არის პოპულარული თამარ ზამთარში დაცული ტერიტორიები, თუ უფრო მაინც თბილ სეზონზე გვიყვარს? ცხადია, პროცენტულად თუ შევადარებთ თბილ პერიოდში, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი ყოველთვის არის ხოლმე მეტად დატვირთული და უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს, რაც გარკვეულწილად აიხსნება როგორც ჰოლიდეი პერიოდით, ისევე როგორც საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან უფრო მეტი ვიზიტორი სწორედ ამ პერიოდში სტუმრობს საქართველოს. უფრო მარტივია მაგ დროს. და შედარებით უფრო მარტივიც არის, თუმცა ის მიმართულებები, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ზამთრის მიმართულებები, როგორც არის ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი, ასევე ალგეთის ეროვნული პარკი, რომელიც თბილისთან არის ძალიან ახლოს, გამოვყოფთ ხოლმე მაგალითად ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს, გაყინულ ტბებს, რომელიც ფანტასტიკური სანახაობაა და ამის ნახვა ძალიან ბევრ ქვეყანაში შესაძლებელი არც არის. ამის პარალელურად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ზამთარში მოყვარული ვიზიტორებისათვის. უცხოელი ვიზიტორები უფრო ჭარბობენ ხოლმე აი ზამთარში დაცულ ტერიტორიებზე თუ როგორია თანაბარდობა? ზამთრის პერიოდში გამოყოფდით უფრო ალბათ ქართველ ვიზიტორებს, რომელიც უფრო მეტად სტუმრობენ დაცულ ტერიტორიებს, თუმცა აი მაგალითად მარტვილის კანიონის პრომეთეს მღვიმეს თუ ავიღებთ, ეს არის დაცული ტერიტორიები, რომელიც 24/7-ზე ფაქტიურად ყველა ვიზიტორისათვის ძალიან პოპულარულია და მათ აღნიშნული ობიექტებზე ძირითადად ალბათ უფრო უცხოელი ვიზიტორები, დაახლოებით 55% უცხოელი ვიზიტორები არიან. ჩვენ ვაწარმოებთ თეთრი ბილიკები, მსგავს კამპანიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ საზოგადოებას იანვარი-თებერვლის პერიოდში გავაცნოთ კონკრეტულად ის მიმართულებები, სადაც ზამთარში მოგზაურობაა საინტერესო და ფაქტიურად ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კამპანია წლის განმავლობაში, რომელიც მსგავსი ობიექტების პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სახელით შესაფერისი მოგიფიქრებიათ თეთრი ბილიკები. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ასევე საბადურის ტყე, თბილისის ეროვნული პარკი, რომელიც თბილისთან ძალიან ახლოს არის და ფაქტურად ნახევარი საათში არის შესაძლებელი თბილისიდან აღნიშნული ეროვნული პარკის მონახულება და ეს არის ტყე, საბადურის ტყე, რომელიც მთლიანად ზამთრის სეზონზე არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, არაერთი ვიზიტორი სტუმრობს და ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის და ბევრი ფოტო გვხვდება ხოლმე ამ ლოკაციიდან. ეხლა უფრო განვაზოგადოთ თამარ, მხოლოდ ზამთარზე რომ არ ვისაუბროთ, თუ არ დაგჭირთ თქვენ ეხლა სათქმელი შეიძლება ზამთართან დაკავშირებით რაღაც გეგმები გაქვთ და უნდა ველოდოთ მაგალითად თებერვალში ან მარტის დასაწყისშიც რამე სიახლეებს. ცხადია, სიახლეები, ახალი ინიციატივები წლის განმავლობაში მუდმივად იგეგმება, მათ შორის აქტიურად ვემზადებით, რა თქმა უნდა, აქტიური სეზონისთვის, რომელიც აპრილი-მაისის თვისდან იწყება ხოლმე როგორც წესი და პიკს აღწევს ზაფხულის პერიოდში. ჩვენი მხრივ სააგენტო მუშაობს სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა ეკოტურისტული ობიექტების გახსნის მიმართულებით, აი საბადურის ტყე ვახსენე მაგალითად და უახლოეს პერიოდში გეკმავთ მაგალითად საბადურის ტყის სარეკრეაციო სივრცის გახსნის ღონისძიებას, რაც მოგცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად კომფორტულად უმასპინძლოთ იქ მოსულ ვიზიტორებს და მივცეთ საშუალება, რომ როგორც საბავშვო
სივრცეებით, ასევე საპიკნიკე სივრცეებით სარეკრეაციო გამოცდილება შეიქმნან. ამავდროულად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მაგალითად ბირთვისის კანიონზე განვითარებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ასევე წლის დასაწყისში გაიხსნება და ეს უკვე ბირთვისის კანიონის ინფრასტრუქტურა მოგცემს საშუალებას უმასპინძლოდ უფრო ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს გაიხსნება პირველი ვია ფერატა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე. იქნება ზიპლაინები, გადასახედი ხეები, დაკიდებული ხიდები და ეს ყოველივე ნამდვილად საინტერესო გამოცდილების საშუალებას იძლევა. და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ აი ამის პოპულარიზაციის დროს და ამის შექმნის, პროდუქტების შექმნის დროს რას ითვალისწინებს ხოლმე სააგენტო? ვიზი არის ძირითადად გათვლილი ადგილობრივ მომხმარებელზე, ვიზიტორებზე, უცხოელებზე თუ რაღაც ჰიბრიდულ ვერსიას აკეთებთ ხოლმე? აი როგორ მუშაობთ? ძალიან საინტერესოა ეს პროცესი. თალსახად ჩვენი მიზანია და ზოგადად ჩვენი სამიზნე აუდიტორია საკმაოდ ფართოა და დივერსიფიცირებული. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენი კონკრეტული ტერიტორიული ადმინისტრაციები მუშაობენ სკოლის ასაკის ბავშვებიდანვე, მათ აქვთ შემდგარი ეგრეთ წოდებული მწვანე კალენდარი, რაც იძლევა საშუალებას, რომ წლის განმავლობაში კალენდარის მიხედვით თითოეულ სეგმენტზე მოხდეს გარკვეული საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელება, სხვადასხვა ეკოტურისტული თუ სარეკრეაციო ინიციატივების მათთვის გაცნობა, იმისათვის, რათა მაქსიმალურად გავზარდოთ საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერება და ჩავუნერგოთ პასუხისმგებლიანი ტურიზმის განვითარების ცნება. რა თქმა უნდა, ამის პარალელურად ჩვენ მუშაობთ ეკოტურიზმის განვითარებაზე, სექტორების მოზიდვაზე, როგორც ადგილობრივ, ისევე საერთაშორისო ბაზრიდან. საერთაშორისო ბაზრებზე იდენტიფიცირებულია ჩვენი სტრატეგიული ბაზრები, ჩვენთვისაც ზოგადად მთავრობის მიერ გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, მუშაობთ დივერსიფიცირებულად, მუშაობთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით, აღნიშნული სამიზნე ბაზრებიდან, საიდანაც პოტენციურად ძალიან ბევრი ვიზიტორის მოზიდვაა შესაძლებელი და მეორე მხრივ ცალსახად საზოგადოების საქართველოს მოქალაქეებზე, რომ ესენი იქნებიან სკოლის ექსკურსიები თუ ოჯახები, ოჯახებისათვის ჩვენ ასევე შევქმნით კომბო ბილეთები, მაგალითად მარტვილის კანიონზე პრომეთეს მღვიმეში და აღნიშნული ბილეთი უკვე 1 აპრილიდან შევაძალაში, რაც მისცემს საშუალებას, რომ ოჯახის წევრებს უფრო შეღავათიანი ტარიფებით იმოგზაურონ საქართველოს საინტერესო თემას შეეხეთ ძალიან. აი ხელმისაწვდომობა, რამდენად ხელმისაწვდომია დაცული ტერიტორიები, რადგანაც თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ დივერსიფიცირებული ყავთ სამიზნე ჯგუფები, ხო? სამიზნე აუდიტორია, ასე რომ ვთქვათ, როგორც გათვლილია, როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ასევე უცხოელ ვიზიტორებზე. რამდენად ხელმისაწვდომია ეს? დღეს მდგომარეობით დიახ, ძალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 100 დაცული ტერიტორია, საიდანაც დაახლოებით 90% სრულად უფასოა, აღნიშნული დაცული ტერიტორიებიდან ეროვნულ პარკებში მოგზაურობა არის სრულად უფასო, მათ შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული ბილიკებით, მოსასვენებელი სივრცეებით თუ ასე შემდეგ. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, გვაქვს ბუნების ძეგლები, მღვიმეები, კანიონები, სადაც გამტარუნარიანობა შესაბამისად არის შეზღუდული და შესაბამისად დაწესებულია ტარიფი აღნიშნული ტერიტორიების მონახულებისათვის, გარდა ამისა აღნიშნულ ტერიტორიებზე განვითარებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც აძლევს საშუალებას, რომ უკვე ორგანიზებულად უმასპინძლოს ვიზიტორებს. აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე დაწესებულია სატარიფო პოლიტიკა, თუმცა რა თქმა უნდა მაქსიმალურად დივერსიფიცირებული ფასებით, იმისათვის, რათა სხვადასხვა ჯგუფებისათვის იყოს ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, ბავშვებისათვის უფასო, არასრულწლოვანებისათვის შედარებით უფრო დაბალი ტარიფი, ასევე ქართველებისათვის არის განსხვავებული ტარიფი, უცხოელებისგან განსხვავებით და ასე შემდეგ. ეს ყოველივე გვაძლევს საშუალებას, რომ დივერსიფიცირებულად სამიზნე აუდიტორიაზე მიმართული სატარიფო პოლიტიკის შესაბამისად მივცეთ საშუალებას საზოგადოებას, რომ ყველა მიმართულებით მოინახულონ დაცული ტერიტორიები. სანამ დაგემშვიდობებით, თამარ, აუცილებლად მინდა გკითხოთ, ბევრჯერ ვახსენეთ ჩვენ ბაზრები, ბევრჯერ ვახსენეთ, ვთქვათ, სამიზნე ბაზრები და ვიზიტორები, ქვეყნებიდან, რომლებიდანაც გვინდა რომ მოვიზიტოთ. ეხლა როგორია, ვთქვათ, ტოპ 3 და რა აპირებს თუ არა ეს 3 რომ შეიცვალოს, სხვა სამიზნე ბაზრებზე გადართვას ხომ არ გეგმავთ? ზოგადად სტატისტიკას თუ გადავხედავთ ტრადიციულად ის ქვეყნებიდან, რომლიდანაც მუდმივად სტუმრობდნენ საქართველოს, კვლავ ნარჩუნდება აღნიშნული ტრენდი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წელს მაგალითად სამეულში გაჩნდა ასევე ინდოეთი და ვფიქრობთ, რომ ინდოეთიდან უფრო მეტი ვიზიტორის მოწვევით ჩვენ შევქმნით როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკონომიკური სარგებლის მოტანის საშუალებებს, ასევე ზოგადად რეგიონში სერვისების დივერსიფიკაციის კუთხით შევთავაზებთ ახალ სერვისებს, პრიორიტეტულ ბაზრებს, რაც შეეხება ჩვენ
მუშაობთ როგორც ევროპის ბაზარზე, ასევე მაგალითად ყურის ქვეყნებზე, საიდანაც მაღალმხარჯველ უნარიან ვიზიტორებს ველოდებით. მე ვგულისხმობ საუდის არაბეთი, კუვეითი, იგივე როგორც გაერთიანებულ არაბთა ემირატები. მეორე მხრივ ასევე აღსანიშნავია როგორც ქვეყნებში ინდოეთი, ჩინეთი, საიდანაც მასიურად უფრო მეტი ვიზიტორის მოწვევაა შესაძლებელი და ამ მხრივ ეკონომიკური შემოსავლების მიღების საშუალებას ვაძლევთ ადგილობრივ მოსახლეობას. ანუ სამეულში არის ჩინეთი, ინდოეთი და პირველ ადგილზე არა, ტრადიციული ბაზრები რუსეთიც, პოლონეთიც ხდება, რა თქმა უნდა, ასევე ინდოეთიც ხდება. აქედან არიან ყველაზე ხშირი ვიზიტორები. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ, რომ კიდევ უფრო მეტად დივერსიფიცირება მოახდინოთ ბაზრების და ბევრ ვიზიტორს. ჩვენი სტუმარი იყო მაყურებელს შევახსენებ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ხახიშვილი.